ბავშვებო, ვინ იხუჭება? გვანცა იხუჭება. გვანცა დაიხუჭე და 50-მდე დაითვალე ნელა. მე არავინ გამომყვეს. ლიზი, წამო კორპუსის სახურავზე ავიდეთ. არა, ხო გახსოვს კორპუსის თავმჯდომარე ომარიკოს დედა და მან დროებით სკანდალი ატყდება. უძლივ სამოეგი. უძაღლის ბუნაგია ქონ. გაჩომდი ძაღლო. ომარიკო რას გაიქცა და გარაჟების უკან. ნაგლი არავის არ ანახებს თავის დასამალ ადგილს. ეგრე შენ სხვა განახებდი თურმე სარდაფში რომ იმალებოდი და ერთხელ კარებრო ჩაგიკეტა 3 საათი სირისტში გაატარე. იქით აიმალე. გავიხილე. აუ საწავით. სახში შესვლებს არ ვართ. უკეთ იქით. ვეღარ ჩამო. მიშველეთ. აუ ომარიკო უეჭველი აიღებს ერთგულას, იცი იმალება ხოლმე და ჩვენ აქ უეჭველი გვიპოვის. ვასო დაგინახე გამოდი. ფუშენი. ლიზი შენც მათხარ გამოდი. ცოტნე დამჭა საპაუნელი და ომარიკო. ცოტნე აღარ მოძებნო აზრი არ აქვს. ხეზე ავიდა და დედამის ბაში ათრია სახში პირდაპირ ტოტიდან. ეგენი ხო პირველ სართულზე ცხოვრობენ. აუ გადი იქით. მიშველეთ. ჩემი ფეხსაცმელები მოიტანეს. აუ იხრავე უნდა გავხსნო. რა გაგაფრთხილე მე შენ უნახავივით, ნუ იქცევი მეთქი. რას მიეჭვიე მაგას? უნახავობა გუშინ უნდა გინახა მაღაზიაში რა დღეში ჩავარ და სნიკერსი მიყიდიო, მე ვიღაცაც მოუყიდა. ბოლოს რო გამოდიოდი გავიგონი ამბობ და როგორ მომრავლდნენ გაჭირვებულებიო. გახსენი ახლა. ფოფსარიდან გამოგიწერე, ხო იცი? საახალწლო ბაზაკლებები აქვს მაგ გოგოს უკვე. ვარა მაგარია. ასეთები არავის არ გონია. ვასო რა მოავანახებ. ვასო დამიპატიჟე. ესე კი ვერ გადაეჭვიეს ბავშვების ამოყვანას აქ. გუშინ წინდელეს არ იყოს, კაცო, 4 ბავშვი რა მომიყვანა, მიმტანივით დამქონდა სამზაროდო ამისოთა ხამდე ნაირ-ნაირი საჭმელები რა. იმიტომ გდია კალიდორში კომბოსტოს მწნილი, მეთქი აქ საიდან გაჩნდა. გამარჯობა ინგადეიტა. მანახე აბა ახალი ფეხსაცმელი. შეხედე რა მაგარია, იმენაც სვეტშია. საიდან გამოწერეთე? იმენას მოგცემ მე შენ. ფოფსარიადან. უერთი მივწერო მაგოგოს მომწერე როგორი კმაყოფილი იქნება ბავშვიო, დაიც. ხო, ძალიან მაგარია. ვასო სვეტშია ესეთი სტილი. სიტყვებს დაიჩვია პროსტა. ეს მაღაზია, სადაც პოსტერები უნდა ვიყიდოთ, წამო. დედა, როგორი ნაირფერი მაღაზია. გამარჯობათ, ბავშვი მოვიყვანე პოსტერებზე. გამარჯობა, ბავშვი უნდა დაუბეჭდოთ? ვაიმე, არა ჩემო კარგო, ბავშვმა უნდა დაბეჭდოს. კაცო, იმის ფოტოები, ბურიტო და ისინი გუშინ არჩევდა. ხო. ნარუტო ქვია მაგას, თითქოს დაიმახსოვრე. ამ ფოტოს დაბეჭდა მინდა, პოსტერად და კიდე ამის. ვაიმე, ეს მომღერლის პოსტერი არ არის, ანასტასიას შოუ უყვარს, ლელა დელ რეი. ხო. ლანა ქვია მაგას. მაგას უსმენ და გუშინაც Summer Times ედნეს. ნახე მაგისი ჭიქისაცედებიც ვიპოვე და ესეც უყიდოთ და ეგ პოსტერიც. ვაიმე გოგონა, უკაცრავად თქვენ აქ ჭიქებიც ხო გაქვთ? ჩემი მეგობრიშვილს უნდა წავუღო, რა ქვია იმ მულტფილმს რო უყურებს, მიკი და შორტი. რიკი და მორტი. ბაბა მე რა ვთქვი? კი გვაქვს, და სხვა დიზაინებიც არის, შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ. მოკლედ, ჩემ შვილს ლელა დელ რეის პოსტერს ავუღებ. წეღარო განახეთ და რამე ერთი პოსტერი მინდა კიდე რაღაცა ისეთ მუსიკას უსმენს ეგ ცოტა ძიმეს. აბა ეს პოსტერი ნახეთ ქალბატონო. დედა რა არის კაცო ეს? ამის შეთ მოთახში ვეღარ შევა. გაწიე ერთი კი შენი ჯერი მე. მე ვნახე ყველაფერი და ეს ჭიქაც ავიღე იმისთვის და წამო გადავიხატოთ. ჯამში გამოვიდა 73 ლარი. ბიცაშიში პოსტერი ხوار ჩამიდე. არა. ინებეთ. გოგო არა. გუშინ იყო ეგ. ვასო ის ქალი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ არ ვიცი რა აცვია და როგორ ვიცნო. დაიცადე და ჩემს დაურეკავ. როგორ ვიცნო ის ქალი, არ ვიცი რა აცვია, ნინო. კაი. ნეტა ეს ხო არ არის, მე მგონი ვიღაცა ელოდება. წამო აბა. ველოდები გოგო ხო, გამეყინა ბაყვები. მალეს კლეტკებიანი გამგოდგარო ჩამოწვანეთ. ომარის ხო, მემართება მერე ცისტიტი და ხო იცი წუწუნე. ომარისო, ჩემსი ამბობს მე მგონი. გამარჯობა ქალბატონო, მე ვარ ომარი. ერთი წუთი დაიცა. რა გინდა შვილი აბა? მე ვარ ომარი, გამომაგზავნეს. შენ ახარ? გალო ვინ გამომეგზავნეთ ესა? დედა ჩემა გამომგზავნა, გაყევი და მიგიყვანსო. ჩემი ძმაკაციც წამოყვება. ვაი
გიწუთი რა. სად მომყვები შვილო აქეთ უნდა მოყვებოდე. გოგო, რამე ხო არაერია ნუნას კითხი აბა. ნამდვილად ომარი ხარ შვილო. კი, დედაჩემს დაგალაპარაკებთ ერთი წუთით. დაილაპარაკი, აი ვიპოვეთ. ნინო, მოვიდა ბავშვი. გამოყვება გეხვეწები გაიყოლე რა. ისა კალბატონო ბავშვი კი მოვიდა, მაგრამ სად გავიყოლო? რამე ხო არ გეშლებათ. ბოდიშ გიხდით ქალბატონო, რაღაცა შეცდომა ალბათ. ბავშვი, გამომართვი შვილო. ომარიკო. გამოდი აქეთ. ვისთან მიხვედი, კაცო, გერილდება კორპუსთან ნინო იქ დგას. ვერ ვიპოვე. ვისთან მივიდნენ ეს სულელები ესენი. რა ვიცი, პრასტიტუტ გაიყო ვიღაც. ლია, რა შვები გოგო, მოხვედი? დედა როგორ არის? გაძვირებული. ცეცხლის ფასები უკიდია ხო ვიყავი მეც რა გავქნა, არ ვიცი, დედნამე მაქვს საყიდელი რა. ინგა ომარიკოს მოყიდი რა ძალიან ახვილებს. ხო გავაფრთხილებ მუშინ ეგ მე რომ ოფლიანი არ ჩახვიდე მეთქი ეზოში. დეგენერატიე. მერეს მიჩხუბებ მე წედე შეშლის ეჩხუბე. სპაზმირო აქ. დერებს მიშლით უკვე რა. რა შვები გოგო, გამოვიდე ყავაზე თუ გამოხვალ შენ. მე კი არა მაქვს არაფერი ისეთი მისაყოლებელი. გოგო, ხვალ უნდა გამყვე იქ ქიქოძის ქუჩაზე. 22 დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერის არის აუქციონი და ეს ფლიმარკეტი და რაღაცები უნდა ვიყიდო და გადაირიცხება თანხა დამოუკიდებელი მედიების დასახმარებლად. ხვალ საღამოს ქიქოძის 16-ში. ხო, წავიდეთ რა, არ დამაღალატო გეხვეწები. ნახველი. არ დაახველო ხა, თორე მიგაცეკუდილებ იცოდე. დიკაზალა ვიცოდე ყველებას. არ დაახველო. აი, ეს თუ არ მივაკლა. მოკლედ საახალწლო ვიდეო უნდა ჩავწეროთ და ამას დავდებ საღამოს, მილოცვები იქნება. დავიწყო. ხო, ჩათვლია. 2026 წელს მე ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში, რომ უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყოს. ეს პოლიტიკური ნაგავი მოგვეშორებინოს, იქ პოლიტპატიმრების თავისუფლება და რა ვიცი კიდე. ხო და მე მჯერა რომ ეს ასე იქნება, რაღაც ეს დროის საკითხია მარტო, მაგრამ ნელ-ნელა მე ყველაფერი დაალაგდება, როცა ამათ მოვიშორებთ, ხო? სედიყურება. დაიწყები ბუდა მიძინა. გენოციდს ახალწელს თელ საქართველოს სიხარულის სიყვარული ბედნიერება ჯანმრთელობა ხვავება რაკრავებს ყველაფერს თქვენ გულებს გაუხარდებოდეს. მე მინდა სურვილები? ხო, მალე თქვი. მე მინდა რომ ახალი წლიდან ახალ სემესტრში აღარ იყოს სკოლაში მათემატიკის საგანი. შეხედე ეს ამას მასწავლებელი ნახავს. აუ ხომ მითხარი სურვილებიო? არ მაინტერესებს ამოჭერი ეს ანასტასია. აუ რატო უნდა ამოჭრა? გილოცავთ მიგვეღწიოს რა ჩვენ გულებს გაუხარდება. გილოცავთ ახალ წელს თქვენი ოცნებების სასრულების და მიზნების მიღწევის წელი ყოფილიყოს და მათი მოშორების მოთხრობის. თქვი ახლა გილოცავთ მრავალს დაესწარით. მზიაბებო ჩამოვიდა, გამოდით ახლა ომარიკო, შემოდი დედა, შემოდი. დედა ლამსოლი განუტევი ამ კებებს რა არის ლიფტია დამუშაობდეს. ბებო როგორ ახარ? კვდება ბებია შენი, კვდება მე ვარ. აუ ბე ჩურჩხელები და ყველი ჩამოიტანე. რა ჩურჩხელები და ყველი ბიჭო ვაკოცე მეტი. მომეცეს ჩანთა გამოგართვა შევიტანო. დედა ეს ახალი ჩანთა იყიდე. სად ნახე ესეთი კარგი ხარის. რა ახალი ჩანთა გოგო მაგით დავდივარ 5 წელია, გაწოთელია აგძედე. რა გაწვეთილი კაცო, ახალი ჩანთა. მაჩვენა კიდე შემოახედე. დედა ჩემი სეკუდემე. ვიღაც ხოსი ჩანთა მაგ წამოღებული გოგო ხომ ამბობდი შტარია მე ზღოლი მეთქედა. რა? ანუ ყველა ჩურჩხელები არ არის? რა ხოსი ჩანთა მიღადავებით მან ახი გაყსნა. აუტან სეცმელია ვიღაცის. აღავქნა. ნახე რა კაი ზედა ეს, აი. ბებო ფერი დაკარგა. დაი მე მიშველე. მიდი ნიშადური მოიტანე დროზე. გამარჯობა, ბებია ჩემი აცუდათ. ყველის ფერია სახეზე და იქ იმი გამოგვიგზავნეთ. დედა რებს ეუბნება, მომეც ტელეფონი აქ. გამარჯობა. დედა ჩემს წავიდა გული და სასტრაფო რა გამოგვიგზავნოთ თუ შეიძლება. პაციენტი მზია ძოწენიძე. 64-ის. ანასტასია არ გამოფხიზლდა? იტყობა და მე. მიდი ეგ მათემატიკის პრობლემა მოიტანე და უნიავე. მიდი. სიყვარულის სადღეგზე ნოვეგონარ და მენია. აუ სიყვარულის კერენ და საერთოდ და მილია გუში გახეთქვაზე მაგთავი. რას დალიე მე ზომაწუნა რო ვარ. აუ გეხვეწები ნუყვირი ხართ რა, ეგრევე ტვინში მირთყავს. რომელზე მოხვედი სახშებ თუ გახსოვს. 3:00-მდე თვალი არ მომიხუჭა გელოდებოდი.
არ მოგიხოჭი არა სამყო. პირველ საათზე ხრინის ხო გამოდიდა შენ ოთახიდან. ეგ კი არ ხრინავდი, კაცო, ცოტა ცხვირში მიჭერს. აუ მე ტვინში მიჭერს, და თეკლადეთიკო როგორ არიან, ტელეფონიც არ მინახავს. თეკლაზე დამდამიდეკა, კისერი აქ ნატკენი ამ ქალბატონსო და კისერი საიდან იტკინა ვერ გავიგე. მე რა ვიცი. აუ გამახსენდა. თეკლა იდგა ამოტრიალებული იატაკზე თავით. თიკოს ფეხები ეჭირა და მე ამოტრიალებული თეკლას ვასმევდი არახს. რები ვაკეთეთ. დედა, ამათ რო კითხო, გოგო ვერ ჯობიათ თელ ქალაქში რა. და თიკო რატომ მივიდა გამოფხრწილი შარვლით სახლში? მაგან სამჯერიც ეკვა შალახო იცი? პირველზე და მეორეზე გაუძლო იმ შარვალმა. მესამეჯი როგორ დაიხარა ჭიქის სასაღებად, შარვალიც გაერღვა და შუბლით დაეცა იატაკზე. დედა რა დღეში ვიყავით ხომ ნეტაიცო და სოფლის გოგოები ახალწლებს ლეგენდები და დედა ხომ თავსოფალში ჩვენს იმდენ სომდით. მაგრამ მე ამოქმედა ეს მშრალი კანონი და კი მე ყოლა აგერა პირველი შვილი. დრებს გაიხსენებს ხომ ეს კიდე. ომარიკო ჩავაგზავნე, კაიც ხელხინკალს ამოიტანს ახლა. ხინკალს? აუ მიყვარხარ ინკა. გოგოებსაც ხوار დაუწეხო პოლიტრაზე. აი გოგოებს მოგწემ ახლა მე შენ რა. მომიდომა კაცო ისევე ხალხო სმა და არ არის რა. ესე გიყვას ვერ სწავლობენ კაცო ესეთი არაფერი არ მინდა. დეწო ხელის გული ამერია და ეხლაც მაგ შეგწნება. ბროდის ბიჭო ღამე, რატო არ გამაღვიძე მე? რა ჭამე შენ გუში? შენ გაკეთებული კუჭმაჭი ჭამდა და მოუწვევდა თავისი კუჭმაჭი. უყურე. გოგროზავით კუჭმაჭი გავაკეთე, ძვირფასი გაგიჯდალია ისე მოეწონა. ეს გარეთ რო იყო მაშინ ჭამა რაღაცა. აღიარე ეხლავე. შაურმა ვჭამე, მაგრამ პატარა, 12 ლარიანი აღარ მიჭამია. დედა რა შეღავათია და 9 ლარიანი არ მოგწამლავდა? დეკენერატო შენ. მე შენ არ მოგხედავ აგერიოს გული რაც გინდა ისკენი. აი ეხლაც მე არ მოგხედავ მეთქი. წადი გაიქეც დროზე ტუალეტში. ახლა მაინც დაუმიზნე უნიტას. იქნება ამჯერად მაინც აღარ ეყაროს ციცაკები მეტლახზე. ინგა იცი რა ხარ ციცაკები ქონდა ნაჭამი? თლიანი ლუკმები ყლაპა მე მგონი. ხო, არა, მე მაგაში ეჭვი აღარ მეპარება უკვე. იმიტომ რატო იცი? ეს არის ხამი. მე ასე დავასკვენი უკვე რა. გეგონება ცხოვრებაში არ ენახო შაურმა რა. სიკვდილი უნდა განატყო მე შენ. აუ მეც რა უნდა მანაწრო. სწრაფად ჭამდი თუ ასომდა გინახო კორპუსთან რომ მოდიოდი და ნახევარი შაურმა ერთ წუთში შევჭამე. ჩემი ბრალიც ყოფილა, ხედა? აღარ აიძიო ხლა გული გამოდი. აღარ გერება გული. გადი, ტრიპა ჩოფეხა შენ უკვე. დაწექი მან დივანზე წამოწექი. ანასტასია შემოუტანა ის ტაშტი დაუდე მან რა. თავში უნდა თავარტყა ეს ტაშტი. თავჯექი შენს თავით ცოტა. თავით და ანდერძი დავაწერინო კიდე. ისე კი ითვლის მე მგონი ბოლო წუთებს. ფუშე დებილო ბავშვო. ჩუსტებზე გადამარცხია. ნახე რა მაგ ჩუსტში. ციცაკა. აი ხა უყურებ ჩემ ეზოპელს. აი თუ იკადრებს რომ ეს აი იყოს ბოთლი რომ დააგდო. და ეს საკონელი. ეხლა უნდა გავწახო ეხლა ამას. აი არა მე უსაყვედურებ ამას აუცილებლად. გოგო მოდის აქის მეეჟობე მე კაცო მეწოდება ეს ხალი ტყილა უყრიან ამაგავს და გვიის მე ხან Red Bull-ის ბოთლები ყრია და ხარ ყრია. სანაგვე გახადეს რა. ნახე რა ქნის. რა მოხდა გოგო? გიპეიდეთ ისე უგაერთიანის კოცებმა. რას ქვია გააერთიანეს? გაერთიანის მე რა ვიცი ერთი მთლიანი იქნება ეხლა. დედა გესმის? სიგით ესე უჩქუპებში რამ გააკეთებინათ? ნუ რა ხარ რო გითხრა გამიგვერდა მეთქი არა ახლა. მაგათი მიზანი ეგ იყო და. ვიღადაფერს ვიღარ ხვდები. დედა და რა უნდა დაარქვან ახლა სახელი? საერთო სახელი ეს მოაწყობენ დომინოს კონკურსს და რომელი რექტორიც გაიმარჯვებს იმას. უპატრონო ქვეყანაში ცხოვრობთ უკვე რა. ასაც უმად იმას აკეთებენ. ხო იყვნენ ჩუმად ისინი კურსელები. ხო იყვნენ ჩუმად დამუწული რო ქონდათ პირი. დეგენერატები. ანუ რა გამოდის ეხლა რომ გიპეიშნიკი ვარ? სად გავიგუდო თავი? არა. ბაქხანალია არა. ვინ დაწერა ეს აქ პოლივიზატორით? არ დაგინახავთ არავის? მავრა, ხო არ იცი ვინ დაწერა ეს? რა არის აბა ინგა დაწერილი? ნია მიყვარხარ. დედა რამ ხელაზე დაუწერია. გოგო თმა შეიღებე შენ? ხო. დედა გოგო შლაგბაუმი მეგონა შორიდან. არა დეგენერატები არ არის. არაფრის ღირსი არ არის ეს ხალხი რა. შენ კარგად იცი, მოყარილი მყავდა ღებავი ერთი კვირის წინ შევაღებინე თეთრად თელისა დარბასო. ეს რო გავედი საგდან არის ახალი გაკეთებულია ეს. გოგო ნია ვინ არის ერთი გამახსენე. ნია გოგო ნია მაიასი მეოთხეზე. აგერ მოდის. ნია შვილო მოდი ერთი წუთი ინგადეიდა საქმე რა. ნია შვილო, აი ვინ დაწერა ეს არის? აი როგორ დედაშვილს ისე გელაპარაკები. ვინ დაწერა ეს? იმიტომ რომ მე ახლა სამძიმარზე ვიყავ იქიდან მოვდივარ, რო გავეცარ არ ყოფილა ესეთი რაღაც დაწერილი და რა იყო ახლა მეტი შეგნება არ ქონდა იმ ბიჭს.
აუ, ასეთი არა ვარ, ინგადია და თქვენ თავს ფიცა ვარ. მაგრამ რავი, ახლა რამდენი ვიღაცას ვიავსები, ასე თუ წერეს რაღაცეები, გაივსებ ალბათ, ხო, აქაურობა. ესე იგი იმდენია რომ არ იცი. ეჭვით არ გაქვს არავის. კაი. არა მე ასე ამას არ დავტოვებ, მავრა ჩამოვიტანე ახლა იმ საღებავს, დარჩა გოგო იმ დღეს ღებავს თეთრი საღებავი და გადავღებო ჩემი ხელით. აბა ეხა მაკლია, ახლა ვიღაცა 18 წლის ღლაპმა მიჯღაბროს სადარბაზო პულივიზატორით. ჩამოვიტანე ახლა. ჩემ თვალწინ გადაღება ინგა მატიწუთის წინ, გოგო ნახე რა დაწერეს. ინგა გოგო მავრა ვარ, გიხვეწები ჩამოდი სადარბაზოს და რა დაგიწერეს ნეტა იცოდე? ნია, აი შვილო რა ქენი. აუ, ვინმეს თუ უყარ ვარ, დამნაშავე მე ვარ, მე რა ვქნა? მავრა სადაწერეს გოგო გამოცვლას ვერ მოვასწარი. ვინც ეს გადაღება იმის დედაშ. გადავღებავ მე ისევ ამას. ანასტასია მაგ გაიგოს რომ მაგის პლანშეტით ვაკეთებ, თორე გაგიჟდება. წივილი კივილს აწეხავს. არა კაცო არ მოვა ეგ ჯერ 4-მდე მუშაობს. მისმინე, გახსენი მიდი ორი ნაბიჯის საიტი, მანდ არის სპეციალური აქციები. საიტი როგორ ჩავწერო? ორი ნაბიჯი ჯი. ჯიჯი რა არის? რა ჯიჯი ბიჭო, ორი ნაბიჯი ჯი. ნაბიჯი ჯი ქვია? ორი ნაბიჯი წერტილი ჯი, ჯი უნდა ბოლოში. ორი ნაბიჯი ჯი, წერტილი ჯი. აი მე შეიძლება მიგაწიკუდილო. ორი ნაბიჯი წერტილი მერე და ჯი. ახო შევიდე. გეთქვა მე ეგრე თავიდანვე. კაი, რა უნდა გამოვიძახო? ონლაინ აქცია დე კვერცხზე 2.99 ღირს. ხო, მაგიტო შეგიყვანე მან. კვერცხი კაი ფასშია. ვიყიდე ერთი 20 ცალი. ხო, ზეთი დამიმატე, რომელსაც ვმარობ, ხო იცი, ეგ. ერთი ფენოვანი ცომი და ეს თევზის კონსერვი, ანასტასიას რო უყვარს. კაი, ზეთი, 20 კვერცხი, კონსერვი, ფენოვანი ცომი და როშენის ვაფლი. ვაფლი არ მithქვია მე. ხო, მაგრამ შეხედე თვითონ დაემატა კალათაში. ხო, აიღე მან ჩემი საფულეთებს ბარათი ამოიღე და შეიყვანე მონაცემები და გამოიძახე. მაგაში პროფესორი ხარ. Time ეს რა არის, ომარიკო? რა არის? რა არის და სიკვდილი უნდა განატროშე. გამოდი ნახე რა მოიტანა ორი ნაბიჯის კურიერმა. რა არის ეს? რაც დამაბარი. ეს დაგაბარე ბიჭო, 20 ცალი კვერცხი მეტი, 20 შეკვრა კი არა. გაოცებული მოვიდა კაცო კურიერი და მეც კაი კონდიტერიებით გამოვარდი 200 კვერცხი. შენ თუ ერთი კვერცხის გარდა რამე გაჭამო მე კალი არ ვიყო რა. მე რა ვიცოდი? ინგა მოვედი. დილით რომ მოვდი კვერცხი აღარაგიო გავიერი მაღაზიაში და წამოვიღე. ის